მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ისტორიის მესამე დავალებას. თქვენ ეკრანზე ხედავთ საქართველოს რუკას და საქართველოს დროშას, დარწმუნებული ვარ, ძალიან გიყვართ და გიამაყებათ. მესამე დავალება გულისხმობს მეორე დავალების შესრულებისას, ანუ თქვენ როდესაც წაიკითხეთ მეორე დავალება, იქიდან გამომდინარე კითხვებზე პასუხის გაცემას. კითხვებზე პასუხი არის ტესტის ხასიათის, თუმცა კითხვა თქვენ ვერ ნახავთ ეკრანზე მხოლოდ წარმოდგენილი იქნება პასუხები. სწორი პასუხები კი ქვემოთ უნდა მონიშნოთ, სადაც არის წარმოდგენილი საკითხის გასწვრივ 4 კუთხედები, თავზე აწერია A, B, G, D, E და სწორი პასუხი სწორედ აქ უნდა ჩააწყაპოთ და მონიშნოთ. როგორ ვასრულებთ დავალებას? მოისმინეთ კითხვა, ყურადღებით, თუ კი ვერ გაიგებთ კარგად, მეორედაც მოусმინეთ, მესამედაც მოусმინეთ, გაძლევთ გადახვევის საშუალებას ეს ვიდეო, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად დაუკვირდით და ისე გაეცეთ პასუხები. მით უმეტეს უკვე წაკითხული გაქვთ და მშვენივრად იცით ეს ტექსტი. მოდით გადავიდეთ უშუალოდ საკითხებზე ახლა და პირველი საკითხი. ხალხისა და ქვეყნის წარსულში შესასწავლად ჩამოთვლილთაგან ვინ იყენებდა სხვადასხვა საშუალებებსა და ხერხებს? A. არქეოლოგები, B. ისტორიკოსები, G. მეცნიერები, D. ეთნოგრაფები, E. გეოგრაფები. პირველი საკითხის გასწვრივ მონიშნეთ სწორი პასუხი. მეორე საკითხი. მემატიანეები ესენი არიან ადამიანები, რომლებიც A. ისმენდნენ სხვადასხვა ხალხის ისტორიებს და აკეთებდნენ ჩანაწერებს, B. ისმენდნენ ომებზე ამბებს და წერდნენ, რადგან წერა მხოლოდ მათ იცოდნენ, G. თავად აღწერდნენ მომხდარ ფაქტებს და D. უკვე აღწერილ ფაქტებს გადაწერდნენ ბევრჯერ და შემდეგ ავრცელებდნენ. მეორე საკითხის სწორი პასუხი მონიშნეთ მეორე საკითხის გასწვრივ. მესამე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელია ადამიანის, ხალხებისა და ქვეყნების წარსულის შემსწავლელი მეცნიერება? A. არქეოლოგია, B. ისტორია, G. ეთნოგრაფია, D. დემოგრაფია, E. გეოგრაფია. სწორი პასუხი მონიშნეთ მესამე საკითხის გასწვრივ. მეოთხე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელი სწავლობს მეცნიერულად მიწისქვეშ არსებული ძველი კულტურის ნაშთებს? A. არქეოლოგია, B. ისტორია, G. ეთნოგრაფია, D. დემოგრაფია, E. გეოგრაფია. სწორი პასუხი მონიშნეთ მეოთხე საკითხის გასწვრივ. მეხუთე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელი შეისწავლეს სხვადასხვა ხალხის წარმომავლობას, მათ მიერ შექმნილ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრების წესს, ხალხის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას, როგორც წარსულში, ასევე აწმყოში? A. არქეოლოგია, B. ისტორია, G. ეთნოგრაფია, D. დემოგრაფია, E. გეოგრაფია. სწორი პასუხი მონიშნეთ მეხუთე საკითხის გასწვრივ. მეექვსე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელი შეისწავლის დედამიწისა და მისი ცალკეული ნაწილების, ქვეყნების ბუნებას, მოსახლეობას, მეურნეობას, მათ ტერიტორიულ განლაგებასა და თავისებურებებს? A. არქეოლოგია, B. ისტორია, G. ეთნოგრაფია, D. დემოგრაფია, E. გეოგრაფია. სწორი პასუხი მონიშნეთ მეექვსე საკითხის გასწვრივ. მეშვიდე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელი მეცნიერებები არიან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული? A. ისტორია, დემოკრატია,
გეოგრაფია, ბ გეოგრაფია, დემოგრაფია, ისტორია, გ ისტორია, ეთნოგრაფია, გეოგრაფია, д გეოგრაფია, დემოგრაფია, დემოკრატია. მეშვიდე საკითხის გასწვრივ მონიშნეთ სწორი პასუხი. მერვე საკითხი. სიტყვა ისტორია თხრობას ნიშნავს, მაგრამ წარმომავლობით ის ა ლათინური სიტყვაა, ბ ბერძნული სიტყვაა, გ სპარსული სიტყვაა, д ეგვიპტური სიტყვაა. სწორი პასუხი მონიშნეთ მერვე საკითხის გასწვრივ. მეცხრე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელი სიტყვა აღნიშნავს ძველს? ა არქაოს, ბ ლოგოს, გ ეთნოს, д გრაფო. სწორი პასუხი მონიშნეთ მეცხრე საკითხის გასწვრივ. მეათე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელი სიტყვა აღნიშნავს აღწერას? ა არქაოს, ბ ლოგოს, გ ეთნოს, д გრაფოს. სწორი პასუხი მონიშნეთ მეათე საკითხის გასწვრივ. მე-11 საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელი სიტყვა ნიშნავს ხალხს? ა არქაოს, ბ ლოგოს, გ ეთნოს, д გრაფოს. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-11 საკითხის გასწვრივ. მე-12 საკითხი. რა ჰქვია ადამიანს, რომელიც მსოფლიოს პირველ ისტორიკოსად არის მიჩნეული? ა ჰეროდოტე, ბ არისტოტელე, გ პლატონი, д ჰიპოკრატე. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-12 საკითხის გასწვრივ. მე-13 საკითხი. წყარო 2-ის მიხედვით ძუძუანას მღვიმე, სადაც არქეოლოგიური სამუშაოები ტარდებოდა, მდებარეობს ა სამეგრელოში, ბ სვანეთში, გ იმერეთში, д კახეთში, ე სამცხე-ჯავახეთში. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-13 საკითხის გასწვრივ. და ბოლო მე-14 საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა ჭეშმარიტი? ა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძველი ძაფი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბ ევრაზიის ისტორიაში ყველაზე ძველი ძაფი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. გ დედამიწის ისტორიაში ყველაზე ძველი ძაფი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. და д galaktikis ისტორიაში ყველაზე ძველი ძაფი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-14 საკითხის გასწვრივ. სულ ეს იყო ის საკითხები, რომელიც მესამე დავალებაშია მოცემული. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად შეასრულებთ, წარმატებებს გისურვებთ.